მოლოდინი არ არსებობდა ნამდვილად საზღვაროთ გათვალისწინებით იმ რეჟიმისა, რომლის პირობებში გვიწევს ცხოვრება და განსაკუთრებით იმ დამოკიდებულებისა, რომელსაც რეჟიმი იჩენს უკანასკნელ პერიოდში, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. დღეს დიკა გვარამიას გაათავისუფლებდნენ, აქედან გამომდინარე დღევანდელი გადაწყვეტილება იყო კიდევ ერთი მორიგი ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიასთან მიმართებაში. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დღეს გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილება არ არის არც ერთ შემთხვევაში ნიკა გვარამიას კერძო პრობლემა. ეს პრობლემა იმაზე მასშტაბურია, ვიდრე ერთი ცალკე აღებული მედია მენეჯერის პრობლემა. და მე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, არც თუ ისე შორეულ მომავალში ნიკა გვარამია დატოვებს საპატიმროს ამისი მტკიცე რწმენა მაქვს და დიახაც, მათ შორის მინდა ძალიან მჯეროდეს ერთი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის თანმიმდევრულობის, ვინაიდან მისი რიტორიკა, მის მიერ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ფორუმებში, როდესაც მას უწევს მონაწილეობის მიღება უკანასკნელ პერიოდში არის ერთი შეხედვით ადეკვატური. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით, როდესაც იგი საუბრობს დეპოლარიზაციაზე და ასახელებს ნომერ პირველ პრაქტიკულად პრობლემად, როდესაც იგი საუბრობს, გახსოვთ მისი კამპანიური შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შერიგების პროცესზე, ხო? როდესაც განსაკუთრებით საუბრობს სამოქალაქო თანხმობაზე, ამ ქვეყანაში საზოგადოება ნამდვილად არ არის პოლარიზებული, პირიქით საზოგადოება არის მოსურნე სამოქალაქო თანხმობის, უბრალოდ სამოქალაქო თანხმობა ვერ შედგება თუ მათ შორის მედია იქნება ყველობაში და მაგრამ მას ნათქვამი აქვს ნიკა არა და არასოდეს ეს არის სალომე ზურაბიშვილის სიტყვები და აი მე ვერ წარმომიდგენია მე ძალიან რთულად წარმომიდგენია კი არა მართლა ვერ წარმომიდგენია სალომე ზურაბიშვილმა როგორ შეიძლება გადააბიჯოს ბიძინა ივანიშვილის ინტერესს ეს ისეთი აბსურდია ჩემთვის ამიტომ მგონია რომ უბრალოდ რაღაც ერთი ცდელობა უფრო შეიძლება იყოს საზოგადოების ან ოპოზიციის მხრიდან, თორემ აი რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ პრეზიდენტმა შესაძლებელია მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ხოდა, დიახაც იმის თქმას ორივე პასუხი სწორია, გვარ ოპტიმისტურად განწყობილი თუ პესიმისტურად, როდესაც საუბრობთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე. კი და არა, ორივე პასუხი სწორია. რთულია ძალიან მტკიცედ მოვახდინოთ პროგნოზირება თუ რას გააკეთებს იგი, მაგრამ გამომდინარე მის მიერ დაკავებული პოზიციებისა და საუბარი ქვეყნის შიგნით შექმნილ მძიმე პოლიტიკურ საზოგადოებრივ რეალობაზე, რომელზეც იგი საუბრობს, უხვად, ხო? მიუხედავად იმისა, რა აქვს მას პირადად ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ნათქვამი, დიახაც ამით განგებ დავიწყე თქვენთან საუბარი, რომ ეს პრობლემა ნიკა გვარამიას პრობლემას ცდება, ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ნიკა გვარამიას პრობლემა, ან თუნდაც ჩვენი, ან თუნდაც არ ვიცი 10 ან 20,000 ადამიანის, ან კიდევ 100,000-ობით დამატებული საქართველოს მოქალაქის პრობლემა. საკითხი ეხება ქვეყნის მომავალი მოიძებნება თუ არა დასავლურ ოჯახის წევრებთან შორის, თუ არ მოიძებნება. ის 12 პუნქტი, რომელიც დასავლეთმა დავალების სახით ხელისუფლებას მისცა შესასრულებლად უახლოეს პერიოდში შესრულებადი არის თუ არ არის შესრულებადი. დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩვენ დავინახეთ, რომ პირდაპირ 4 პუნქტი 12-დან უბრალოდ აორთქდა და დაირღვა და ამას უკვე ვერაფერი ვეღარ შემოაბრუნებს. ერთადერთი გამოსავალი აქ არის ქალბატონი ზურაბიშვილი, თუ კი საუბრობთ კონსტიტუციური ბერკეტების თვალსაზრისით. რომელი კონსტიტუციური ბერკეტების სრულიად გაუგება ქალბატონ პრეზიდენტს მისი კოლეგა პრეზიდენტის ჩამოსვლაზე არ მიაწოდეს ინფორმაცია და ისე გაჩუმდა და მაპატიეთ ისეთი გატრუნულია ამ ამბის მერე პატარა განცხადებით რომ შემოიფარგლა მისი ადმინისტრაცია ხანდახან ვფიქრობ ხოლმე რომ უბრალოდ არც სჭირდება არანაირ დაპირისპირებაში მას შესვლა და ქართულმა ოცნებამ დღესაც შეუთვალა რომ ფრთხილად იყავ
იმუშავიო, ფრთხილად იყოს პრეზიდენტი და ახლობით ეს იყო მთავარი გზავნილი ივანიშვილის პარტიის მხრიდან. აი ნიკა, ნუ მოკლედ ამას მომავალი გვიჩვენებს, შეიწყალებს ნახავთ, მაგრამ არ შეიწყალებს ეს ჩემი აზრია და რა ხდება მერე. აი მერე როგორ უნდა დაიხსნათ საპატიმროდან, თქვით რომ გაქვთ მოლოდინი რომ ნიკა გვარამია იმაზე ადრე დატოვებს საპატიმროს, ვიდრე კანონით მოუწევს. როგორ? კი, ბევრი ადამიანი, მათ შორის საზოგადოებიდან, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრიდან ავანსად გასცემს, დიახ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოლოდის ზურაბიშვილთან მიმართებაში, ის ამ ნაბიჯს გადადგეს და საკუთარ თავს მოერევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ყველა უკანასკნელი აქტივობა საერთაშორისო დონეზე და ქვეყნის შიგნით უბრალოდ იქნება გაცამტვერებული და მის სიტყვასაც არანაირი ფასი არ იქნება არც იმ ჩართვას საზოგადოების წინაშე, როდესაც იგი წარსდგა რუსთაველის გამზირზე და უკრაინელების ხარდასაჭერი აქცია გაიმართა და თითქოს კი არა და პირდაპირ საუბრობს, რომ კაცობრიობა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ცივილიზაცია თუ სიბნელე და როდესაც ეს რკინის ფარდა პრაქტიკულად ჩამოიშვა ქვეყანაში და შენ გაქვს ამისი ბერკეტი და არ იყენებ ამ ყველაფერსაც არაუბრალოდ თავისი სახელი დაერქმევა ასეთ შემთხვევაში თუ ის ნაბიჯს არ გადადგამს მის წინააღმდეგადაც ეს არ მინდა მე მან მუქარად მიიღოს ან მიიღოს რაღაცა კონკრეტულ გეგმად რომელიც რომ განხორციელდეს მის წინააღმდეგ მაგრამ მის წინააღმდეგადაც იქნება დიახაც ის საჭირო ხარისხის მღელვარება და პროტესტის გამოხატვა რაც იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. არანაირი სხვაობა ჩვენთვის როდის შეიძლება ეს მღელვარება დადგეს დღის წესრიგში? ჩვენ დღეს გავაკეთეთ განცხადება, ცალკეულმა პარტიის წარმომადგენლობამ იქნება საერთო ოპოზიციური სპექტრის მიმართვა ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ და მე დარწმუნებული უახლოეს დღეებში ის ჩვენ პასუხს გვაღირსებს და აქედან გამომდინარე ჩვენ შესაბამისად მოვიქცევით და არ მინდა პირდაპირ გეუბნებით არც ქალბატონი ზურაბიშვილი თulides რომ ჩვენ მას ვემუქრებით მაგრამ ყველაფერს თავის სახელად დაერქვას არანაირი განსხვავება ჩემთვის ივანიშვილსა და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის შორის ყობახიძესა და ქალბატონ ზურაბიშვილის შორის არ იქნება და არ იარსებებს მეტიც უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნება ის იმიტომ რომ ყობახიძე ყასიდად საუბრობს დღეს რომ მერაშუაში ვარ სასამართლო დამოუკიდებელია და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება განუვა ბატონი კალაძეთვის მერაშუაში ვარ გული კი წდება არავის ციხეში წასვლა და დარჩენა იქ არ მიხარია მაგრამ სასამართლო დამოუკიდებელია და ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობს ერთი რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის რომ ის იმართება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და ამ ადამიანს აქვს კონკრეტული ბერკეტი რაც არც კალაძეს არც ყობახიძეს და არც ფორმალურად ბიძინა ივანიშვილს არ აქვს და თუ შენ ასე იქცევი მიუხედავად ყველაფრისა შენ იქნები ასევე სამიზნე საზოგადოებისა და მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის დემოკრატიული ოპოზიციის მხრიდან დიახად ჩვენ ამ ვითარებას და ამ რეალობას ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით არ შევეგუებით სხვაგვარად ნიშნავს რომ ჩვენ ვეგუებით თუმცა ჩვენ ამ რეალობას შევეგუეთ ნიკა მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთი წუთით კითხვას დავსვამ აი ესე ხმამაღლა და პირდაპირ ვიტყვი ივანიშვილის პირადი პატიმარია ნიკა გვარამია იმიტომ რომ ისეთი აბსურდული ბრალით გაუშვა ციხეში წარმოუდგენელია ვერ ვიხსენებთ სხვა ადამიანს ვინც ამ ბრალით გაეშვათ მაგრამ უყურეთ დღეს რა მოხდა დღეს სასჯელის დამძიმება მოხდა ანუ რისი თქმა მსურს ის არც ერთ შემთხვევაში მის მიერ დანიშნულ პრეზიდენტს არ მისცემს ამის საშუალებას და ჩვენ საზოგადოება და თქვენ პოლიტიკოსები დიდი ხანია უკვე ამას შეეგუეთ არა გუშინ მალხაზ მაჩალიკაშვილი მყავდა ეთერში და ასეთი რამ თქვა რა ხდებაო გარეთ ისეთიო რაც შეიძლება ზეწოლის ბერკეტი აღმოჩნდეს ხელისუფლებისთვის არაფერი არ ხდება და რატომ დათმობენ გვარამიას თავსო არ დამეთანხმებით არ დაეთანხმებოდით ბატონ მალხაზ ბატონ მალხაზ უდიდესი პატევისცემა ეანეგულება საქართველოს ასეთი ადამიანი ვინც მსგავსი დამოკიდებულებით არ გამოირჩევა ბატონი მალხაზისა და მისი მეუღლის მიმართ ბუნებრივია მესმის განსაკუთრებით ბატონი მალხაზის ემოციური მდგომარეობა თუმცა ქვეყანაში სადაც ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს სურდა რომ არა უბრალოდ პოლიტპატიმართა რაოდენობა გაზრდილი იყო და გაზრდილი იყო არამედ
შანსიც კი აღარ არსებულიყო დღევანდელი დღის მდგომარეობით, რომ ეს მიტაცებული სახელმწიფო უკან დაგვებრუნებია საზოგადოებისთვის. ეს ნამდვილად არ შედიოდა ივანიშვილის გეგმებში, რომ 2022 წელს ჯერ კიდევ ოპოზიციური, საზოგადოებრივი პოლიტიკური ოპოზიციური აზრი ყოფილიყო უფრო დომინანტური, ვიდრე ბიზინა ივანიშვილის მიტაცებულ სახელმწიფოს ხელისუფლების ფარგლებში არიან ადამიანები მოთავსებულები, მოკალათებულები და ტირაჟირებენ საკუთარ რაღაცა იდეებს, რაც გაუგებარი არის. იყო რამდენჯერმე ძალიან ახლოს საზოგადოება ხელისუფლების ცვლილებასთან ჩემი შესაფასებით, მათ შორის ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ნიკა გვარამიას ეს ბრძოლა და ნიკა გვარამიას ეს თავგანწირვა და თავდადებაც არ დაგვავიწყდეს რას ემსახურება, არა მხოლოდ და მხოლოდ იმას, ინგა, რომ ნიკა გვარამია თუნდაც დროებით გათავისუფლდეს, ან გათავისუფლდეს და ხვალდაზე სხვა ტყვემ ჩაანაცვლოს ნიკა გვარამია, ეს მისი რაციონალური გადაწყვეტილება იყო, ეს მისი შეგნებული ბრძოლა იყო ეს რეჟიმის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს პირველ რიგში რეჟიმის დამსხვრევას და რეჟიმის დამარცხებას. მე ვჯერა, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში იქნება სახეზე ახალი მძიმე ხელისუფლებისთვის დემოკრატიული საპროტესტო ტალღა აგორებული, სადაც დიახაც ჩვენ უნდა მაქსიმუმი წამოვიღოთ ამ კრიზისიდან, რომელიც შეექმნება რეჟიმს, შევიყვანოთ გამოუვალ ჩიხში რეჟიმი, იმისათვის რომ საზოგადოება გამოვიყვანოთ ჩიხიდან. როგორ ნიკა, აი მაყურებელს აქვს ალბათ ეს კითხვა, გისმენთ და ნახეს, რომ დღეს სააპელაციო სასამართლომ კიდევ უფრო დაამძიმა ბრალი. როგორ? ამ ქვეყანაში ძალიან სწრაფად დასრულდება კითხვა თუ როგორ შეიძლება ამ კითხვას მოუგონო და მოუფიქრო მრავალი პასუხი. სხვადასხვა გამოსავალი ნახო, მაგრამ როდესაც ბოლო წლებს ჩვენ გადავხედავთ, დიახაც ეს კითხვები მუდმივად ჩანდა ინგა, ისმოდა ეს კითხვები, ჩანდა თითქოს უპერსპექტივო რეალობა, რომელიც არაფრით აღარ შეიცვლებოდა, მაგრამ იცვლებოდა ეს რეალობა საზოგადოების სასარგებლოდ, ძალიან ცოტა გვაკდებოდა ჩვენ ბიზნეს მისაღწევად და აი ამ ბრძოლაში მაშინ ჩვენთან ერთად საერთაშორისო საზოგადოება ხარდამხარ არ იდგა, მისი დიდი ნაწილი სამწუხაროდ, მათ შორის 2020 წელს, როდესაც არჩევნები გაყავდა, არ თვლიდა დიდი ნაწილი საერთაშორისო საზოგადოებისა, რომ არჩევნები გაყავდა და ასე შემდეგ. დღეს ეს სურათი არის შეცვლილი და მე ძალიან მჯერა, მათ შორის ემპირიული მონაცემებით აქვს მოლოდინი, არა უბრალოდ ვარაუდი, ხარავშუტული, რომ უახლოეს პერიოდში დიახაც ცხოვრება პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელოვნად გაცოცხლდება, სადაც ყველამ თავისი სიტყვა უნდა თქვათ. დიახაც თქვათ თანამშრომლობით, თქვათ თავდადებით, თქვათ თავგანწირვით და დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური პატიმრობის ეპოქა და ერა. რაღაც ნიკა იყოს, რაღაც მიშა სააკაშვილი იყოს პოლიტპატიმარი, მაგრამ მათ შემდეგაც არავინ აღარ ყავდეს ქვეყანას სახეზე პოლიტპატიმრების კარგი, თქვენ იცით ჩემი პოზიცია, მე ვერ ვხედავ ჯერ ივანიშვილის მომრევ პოლიტიკურ ძალას, თუმცა ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. მადლობა. პოლიტიკური ძალა ხო არ შედგება საზოგადოებაზე განცალკევებულად, ხო პოლიტიკური ძალა ერთია, ორია, ყველა ერთად, ასევე საზოგადოების შემადგენელი ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ დიახაც ამ პესიმიზმის, ამ ერთი შეხედვით უიმედობის მესმის ეს არის ოლიგარქიული რეჟიმისთვის დამახასიათებელი წყობილება, მაგრამ იქ სადაც არის დიდი სურვილი, შემართება და ბრძოლისთვის შესაბამისი მზაობა, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მადლობა. მოდით დავუტოვოთ უახლოეს მომავალს ამ კითხვაზე კონკრეტულად პასუხის გაცემის შესაძლებლობა, მათ შორის მე და სხვა პოლიტიკოსებს. მადლობა ნიკა, რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. მადლობა, მე უბრალოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვებს ბევრჯერ მithქვამს გადაცემებში. მე ვარ თვითონ გაოგნებული, კაცი მანქანით სარგებლობის გამო ციხეში გაუშვეს და ჩვენ ყველანი ამას შევეგუეთ. მე ხომ არ ვამბობ, რომ მხოლოდ თქვენ, ჩვენ აი მე მათ შორის არა თუ შეგუება ჩვენ იმას წარმოუდგენელი იყო ჩემთვის რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ვერ დავიხსენეთ, ეს ამას მე შეგუებლობის ფორმულებას არ მიცემდი, ავითარებდა პირიქით.
არავინ არ ეგუება ამ ვითარებას, არავინ არ ეგუება რუსული ოლიგარქიული ტიპის მმართველობას და არ შეგუება ნიშნავს ბრძოლას მიმართული იქნება დიახ დიახაც ახალი ტემპით შეტევა მიტანილი იქნება რეჟიმის წინააღმდეგ. ამას ჩვენ ვიხილავთ არა საუბრის დონეზე, არამედ საქმით. მადლობა ნიკა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ.